გაერთიანებული სამეფოს მიერ იმედისა და პოსტივის დასანქცირების შემდეგ დღეს ქართული ოცნების პოლიცსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელიც საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ გააცნო, რომელიც ბრიფინგზე დახურული სხდომის შემდეგ გამოვიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცსაბჭოს სხდომას ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ოცნების განცხადების მიხედვით ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე უარი თქვას. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ იმედისა და პოსტივის დასანქცირება ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნებას ემსახურება. ბუნებრივია თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული სოციალისტური ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების ცირიოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის საოცილებლობა კვლავაც წოვეთ დგას დღის ესრიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართული ხალხის სამსახურში მყოფი ქართული ოცნება, რომელსაც ქართულმა ხალხმა გასული 2 წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარინდობა, ხოლო მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართული ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერ შესრულების გარდა არაფერი აწუხებს. რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეს ყოველთვის იპოვის თავის გზას. ჟურნალისტებთან კითხვებზე პასუხის გაცემისას კობახიძემ თქვა, რომ ბრიტანული სანქციების საპასუხოდ ქართულ ოცნებას ბრიტანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში ცვლილებები არ ექნება, მათ შორის ქვეყნიდან ელჩის გაძევებაც არ იგეგმება. სხვა შემთხვევებში, აქაც ვრჩებით სამხედრო მეგობრობის რეჟიმში, ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც სახელმწიფო და შესაბამისი ხალხი. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც იგივე ეხებოდა ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, უკრაინას. ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა დავრჩეთ სამხედრო მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო და ჩვენთვის ძვირფასია ბრიტანელი ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავრჩებით სამხედრო მეგობრობის რეჟიმში. ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეეხო. კობახიძის თქმით, ისინი იმედს ინარჩუნებენ, რომ დიპ-სტეითის წინააღმდეგ ბრძოლა დონალდ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. კობახიძემ თქვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია საქართველოს მიმართ ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ეგრეთ წოდებული დიპ-სტეითის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ღირებულებითი თანხმობის ფონზე საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ დიპ-სტეითის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულსრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი. ირაკლი კობახიძე 25 თებერვალს ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციებიდან მეორე დღეს პირობა დადო, რომ იმედისა და პოსტივის თანამშრომლები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებენ. კობახიძემ თქვა ისიც, რომ სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიებმა იმედთან და პოსტივისთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოთ. მან სანქციებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პირობით ვადა 5 დღე დაასახელა. თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ მხოლოდ პოლიცსაბჭოს განცხადება წაიკითხა, კონკრეტულ ნაბიჯებზე კი არაფერი უთქვამს. ჟურნალისტების კითხვაზე აპირებს თუ არა ბანკი ქართულ იმედთან თანამშრომლობა, კობახიძემ უპასუხა, რომ როგორც მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია კომერციულ სუბიექტებს ორ ტელევიზიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდოს.